მეგობრებო, საქართველოს შექმნილ ვითარებას შველა ჭირდება. აუცილებელია იყოს აღმოჩნდეს ისეთი ძალა, რომელიც მიიღებს ერთი და მეორე მხარის, ხელისუფლების და ოპოზიციის შუალედურ ხაზს გავატაროთ. რაღაცნაირად შეთანხმებაზე წავიდეთ. ჩვენ ვერ გადავაყოლებთ ბავშვს ნაბანძ ხაზს. საქართველოში ვითარება ისეთი, რომ საჭიროა იმ ძალის არსებობა და მე ზუსტად წარმომიდგენია ჩვენი ეს უზენაესი საბჭო საქართველოს ეს იმ ორგანოდ, რომელმაც ეს უნდა დაარეგულიროს. ნებისმიერ მეტი არ არის, არანაირი სხვა ინსტანცია მე ამაში არ მეგულება. აუცილებელი დარეგულირება ურთიერთობის უნდა მოხდეს ჩვენთან. მე ასე მგონია. რა თქმა უნდა ჩვენ გვექნება შესაძლებლობა 11-30 ოქტომბრის და ბოლო იყო 3 დეკემბრის განხორციელებული ცვლილებებით საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 31 მუხლის მეორე აბზაცის გარეშე და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ როგორც სახელმწიფო ხელისუფლების ერთადერთმა ლეგიტიმურმა უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ 1992 წლის 6 იანვრის სამართლებრივი მდგომარეობით საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე უნდა განაახლოს მუშაობა. მე თავიდან თქვი იმდენი ჩამოთვალე რომ შეგახსენებ თანახმახარ თუ არა ჩემო დიფასებო ამდენი ცვლილებით ჩვენი კონსტიტუციაში რომელიც შევიტანეთ ფაქტობრივად ხდომა არ დარჩენილა ისეთი და ვიღაცა მოიწვის ახლა რომ საბჭოთა ეს კონსტიტუცია ეს გარდამავალი ეტაპის კონსტიტუცია იმიტომ შემოვიტანეთ ჩვენ რომ ზუსტად ასე იყოს საჭირო თქვენ გახსოვთ გახერებულებმა სპორტის სასახლეში შემოიღეს 21 წლის კონსტიტუცია და მაშინვე რა რეაქცია მოყვა აფხაზეთში არც იმას ხელისუფლებისგან ჩვენ შეყოლას გვახსოვს. აქედან გამომდინარე ჩვენ მიმდინარეობს კანონიერი ხელისუფლების აღდგენა. მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, გამოსვლელებს შემიძლია მიმართო 3 წუთია ჩემო ძვირფასებო რეგლამენტი, ვისაც გნებავთ ამასთან დაკავშირებით თქვენი აზრი გამოთქვით. მე ძალიან გხობს უყველას შეკრებილია დეპუტაცია. მიდება 3 წუთში ჩავეტიოთ. შეიკრიბა. ესე იგი თანახმახარ თუ არა? ხო, აღდგეს. ერთადერთი პუნქტი არის დარჩენილი, სადაც წერია საბჭოთა კავშირი. ერთადერთი. ის უნდა ამოღებული. კი ბატონო, ამ შრომების თანახმად. ანუ უნდა ამოღებული ისე. ხო. კანონიერი ხელისუფლების აღდგენა ხდება, შეკრებილია უზენაესი საბჭოს დეპუტატები. ზუსტად გამსახურდები. დიას დროინდელი. გარეშე. ხმა თუ ისმის რომ მომწონოთ და მიდასტუროთ. აღარ არის საჭირო ბატონო გურა. მადლობა ბატონო თენგიზო გამარტება გავაკეთეთ. ბატონო გურა მე ხელმეს დავამატებ თუ შეიძლება. კი ბატონო, შევთანხმდით ესე იგი. გისმენთ, ერთმანეთს დავამატებ. მას შემდეგ რაც 1978 წლის ყოფილ საბჭოთა საქართველოს კონსტიტუცია ხმა ისმის და კანონმდებლობაში შეიტანა ცვლილებები, პირველი ცვლილება კანონიერმა ხელისუფლებამ, უზენაესმა საბჭომ და კანონიერმა პრეზიდენტმა ბატონმა ზვიად გამსახურდია, იქიდან უკვე აღარ შეიძლება რომ მოიაზრებოდეს არავის მიერ საბჭოთა კანონმდებლობა. პირველი 90-91 წლიანი ცვლილებები აბსოლუტურად ძალაშია ისითულება სინამდვილეში საქართველოს კანონმდებლობა და სამართლიან დიდი მადლობა. მადლობა რო ისმის ხმა. კიდევ რა შენიშვნები გვექნება ბატონებო? ყველას შეგიძლიათ თქვენი აზრი თუ ვერ გამოთქვათ. ხვდებით რა ხდება, გიპასუხებთ. შემიძლია გადავიდე კენჭის ბრაზე? ერთი მე დავამატებ წელს გურამმა კი აღნიშნა მიკროფონია და რა ვიცი მე თუ არ ისმის აღნიშნა იმის თაობაზე რომ ჩვენ წინააღმდეგ ვინც იყვნენ იმ პერიოდში და ესეთი ვაკრიტიკებდნენ ის ასეთი საუბარი იმის თაობაზე რომ მათ 1921 წლის კონსტიტუცია კი არ აღადგინესო, არამედ აღადგინეს ასე გააგრძელეს საბჭოთა პერიოდის კონსტიტუციით მუშაობა. 21 წლის კონსტიტუცია თქვენ მოგეხსენებათ რომ საერთოდ არ უმშავია იმას.
შეიძლება ითქვას. უბრალოდ დაიწერა ევადორო კარი კონსტიტუცია, მაგრამ დაიწერა იმ პერიოდში, რომელიც ფაქტობრივად არავითარი ესე იგი მას ზემოქმედება საზოგადოებაზე არ მოუხდენია და მაგრამ ესე იგი როგორც სადა დედამიწა ისეთი სხვაობა იყო რეალურ მდგომარეობასა და მე ამას ვლაპარაკობ იმათთვის, ვინც შეიძლება არ არის ჩახედული, იმიტომ რომ ისინი არიან დეპუტატები. რეალური მდგომარეობა უზენაესი საბჭოს წევრები დეპუტატები და ქორუმი არის რაც მთავარია. ის 21 წლის მდგომარეობა იყო აბსოლუტურად შეცვალა. დროებით თავმჯდომარე დაიჭირეს გურამ ისაკაძე, რომელიც გაუძღვა გახსნა და შემოგვეცა უკვე გახსნილზე ლაივის ჩართვის უფლება. და ეხლა თქვენ უყურებთ კანონების მიღებას, აღდგენას და ასე შემდეგ ისტორიული ფაქტების მოღწევები ხდებით. აბსოლუტურად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება ჩვენ რაც მივიღეთ. და ამის ამ კონსტიტუციის გაუქმებით, როდესაც მაშინ ვითომ დიდი ეროვნული გამოგვიდგა, ხო? დაიწყეს ნგრევა ყველაფრისა, იმიტომ რომ კონსტიტუცია მოშალეს, ეს ძირითადი კანონი მოიშალა და მერე მიდგნეს და რაც უნდათ ის აკეთეს და დაანგრიეს ყველაფერი. ამიტომ აი ეს მიდოდა აფხაზები გიგვას უმეგობრებო გადავიდეთ კენჩესკო ვინ არის მომხრე ხო დაითვალოთ ბალო ვინ არის წინააღმდეგი თავი შეიკავა დიდი მადლობა ხო კენჩესკი შედეგები მოხსენებულია ყველა ეს უკაცრავად, იქნებ წარვიკითხოთ ადგილილება თუ შეიძლება. დადგენილებას ჯერ არ გითხრით. ესე იგი წინადადებას, ხო? დიახ. ცოტა ადრე ვიხდით ესე იგი, მაგრამ ახლა გითხრით. კი ბატონო. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე კითხულობ დადგენილებას. აღდგენილად ცხადდება საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლება და 1978 წლის 15 აპრილის გარდამავალი პერიოდის კონსტიტუცია. 1990 წლის 14, 15, 22 ნოემბრის, 11, 28 დეკემბრის, 1991 წლის 29 იანვრის, 27, 28 თებერვლის, 20 მარტის, 14, 23, 27 აპრილის, 23 მაისის, 14 ივნისის, 25 ივლისის, 2, 10, 21 აგვისტოს, 11, 30 ოქტომბრის და ბოლოს 3 დეკემბრის კანონებით შეტანილი ცვლილებებითა და დამატებებით საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის აიაბას გამო 31 მუხლის მეორე აბზაცის გარეშე და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ როგორც სახელმწიფო ხელისუფლების ერთადერთმა ლეგიტიმურმა უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ 1992 წლის 6 იანვრის სამართლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე 2025 წლის 5 სექტემბრის და საათს ახლა ვაცხადებ 14:57 საათიდან აღადგინა კანონიერი ხელისუფლების დროს მოქმედი გარდამავალი პერიოდის კონსტიტუცია და განაახლა უზენაეს საბჭოს მუშაობა. აი ეს 14 საათი და 57 წუთიდან აღდგა კანონიერება მეგობრებო. გარდამავალი კონსტიტუცია შევიდა ძალაში ამ წუთას. ხო, ეხლა მე მინდა განმარტება ეს პერიოდი ჩვენ რაც ჩამოგვაწილეს ყველაფრიდან, რა თქმა უნდა, აღშეგული არის
პოლიტიკური და სამართლებრივი საქმეები და აი ამ ტექსტს დავაზრდ. ისევ კენჭისყრაზე ვაყენებთ მნიშვნელოვან ტექსტს. სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობათა სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ყველა კანონქვემდებარე აქტი, რომელიც მიღებულია დე ფაქტო ხელისუფლების მიერ და არ არის წინააღმდეგობაში საქართველოს რესპუბლიკის გარდამავალი პერიოდის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებსა და დებულებებთან, საერთაშორისო სამართალთან, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ინტერესებსა და საქართველოს მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებთან და რომელიც მიღებულია 2024 წლის 26 ოქტომბრამდე საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. ეს გავს იმ იმას. ხო. კამათი შემიძლია გამოვაცხადოთ შემოძებას მეგობრებო, შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა 3 წუთია კიდო გამოჩნდა. ესე იგი, ვინმე რომ არ იფიქროს, რომ ჩვენ ახლა აქ აგვადგინეთ რაღაცა და ის რაც ცხოვრებაში, ყოველდღიურობაში სწორია. მაშინ თქვენი ნებართვით ერთშოროვანი ესეთი გასწავლით, ალაგნოთ კენჭისყრაზე, ვინ არის დაგაგმარ? მადლობა. ქალები დეპუტატები არიან, აი ნახეთ, ერთი ქალბატონი, ორი, აქეთ არიან ქალბატონები. ნუ ვინც არიან ცოცხლები და დღეს აქ არიან ქალბატონებიც. ესეთი შეფერილობები, ხო შეიძლება დოქში. ხო შეიძლება დოქში. ხმის დამკვირვებელი კომისიის ალბათ შედეგების გამოცხადება აბარგვის ერთხმად მივიღეთ ერთი გამონაკლისით, რომელიც აქ დაფიქსირდა, თავი შეიკავა, უნდა ერთ-ერთი ადგილზე. სამღელოება იმიტომ არ არის, რომ სამღელოებასაც არ აწყობს ეს პროცესი, ძალიან კარგად იცით. შევარდნაძეს რომ დაუჩოქეს თავის დროზე გვეყო. მაგიტო არ იღებენ მონაწილეობას. ეხლა ვაცხადებ შემდეგი დოკუმენტით დადგენილებას. სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობათა სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ყველა კანონი და კანონქვემდებარე აქტი, რომლებიც მიღებულია დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ და არ არის წინააღმდეგობაში საქართველოს რესპუბლიკის გარდამავალი პერიოდის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებსა და დებულებებთან, საერთაშორისო სამართალთან, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ინტერესებსა და საქართველოს მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებთან და რომელიც მიღებულია 2024 წლის 26 ოქტომბრამდე საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. Bravo. დროებითი დამტვერვა ესე იგი მე ამ შემთხვევაში შემოდის წინადადებით კანონიერი ხელისუფლების სრულყოფის მუშაობის აღდგენის მიზნით და სრულყოფილად ფუნქციონირების მიზნით მინისტრთა კაბინეტის ფორმირებისათვის საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილეს ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრ ბატონ გურამ აფსანძეს დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობით დროებითი შესრულება და რაობიანის 10 დღის სამუშაო დღისა ქვეყანაში შექმნილი თანამედროვე რეალობის გათვალისწინებით უზენაეს საბჭოს წევრებთან კონსულტაციებისა და შეთანხმების გზით, მათ შორის დისტანციურად, ჩამოაყალიბოს შეჯერებული დროებითი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა, თავობა იგივე დროებითი გაგებით,
მინისტრთა კაბინეტის პროგრამასთან ერთად. თუ გაქვთ დეპუტატებო, გამოთქვა თქვენი აზრი, ისევ 3 წუთი გეძლებათ თქვენია. მე მაგ შეიძლება კი ბატონო, ძალიან. გამარჯობა მეგობრებო. დღევანდელი დღე არის განსაკუთრებული. სოციალიზმის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე პირველად ტარდება უზენაეს საბჭოს სხდომა. ამიტომ დღეს ამ რთულ ვითარებაში როცა ძაღლი პატრონს ვერ ცნობს ქვეყანაში, როცა არალეგიტიმური ხელისუფლება ყავს, ოპოზიცია ზააბნელულია, აქტიურად მიტოვებულია ქვეყანა და აცის ვინმე არ იცის რა უნდა აკეთოს. აი დღევანდელი გიორგი კუხალეიშვილი სამწუხაროდ ვერ არის ფიზიკურად სახელმწიფო მოუწვევი, მაგრამ ხმაერისა და მისი წარმომადგენელი მე გახლავართ აქ. მაგრამ ჩემთვის იქნებოდა ძალიან საინტერესო პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი კანდიდატები, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გურამ აფსანძე წარადგინეს. მათი განათლება და მათი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ერის წინაშე. ყოფილი ვიცე-პრემიერია, ფინანსთა მინისტრი იყო. წარდგენა უზენაეს საბჭოს უნდა მოხდეს აუცილებლად. იმიტომ რომ მე დღეს არ ვიცი ვინ იქნებიან ეს ხალხი, ვინ არის ეს ხალხი. რა თქმა უნდა მე გურამ აფსანძეს კარგად ვიცნობ და პატივცემ და ყველაფერი და მასაც ვიცოდი ჩვენებში. უბრალოდ კარგი იქნებოდა რომ ეს ადრე მომზადებულიყო და ცოდნოდა ვინ იქნებიან ამ კაბინეტის წევრები. მადლობა ყურადღებისთვის. ბატონებო, ეხლავით შეიძლება. თუ კიდევ ვინმეს უნდა ბატონებო ამასთან დაკავშირებით. კი ბატონო. ფიქრობ რომ ბატონო გურამისგან პასუხი მე იქნებოდა ოფიციალურ შეცდომით კიდევ ვინმეს სხვა შეკითხვები თუ არ გააჩნია და მე ეხლა პასუხი ავდოდა. მე მარტო დიმადო ბატონს მომზადა რა თქმა უნდა ისურვები და ამიტომ ისურვები დაგზავნა კაკეთები მაგრამ არასდროს მაშინ გარდადის აკრო კაცი მოიწოდა დღევანდელი ტექნიკური საშუალება იზრდება ის საშუალებას ვთქვათ ელექტრონ ფასაზე გაიგზავნოს ადამიანს მიეწოდოს 1000-ნაირი ვარიანტი არსებობს თუმცა ყველა მიცოდეს რაზე გვექნება საუბარი ეხლა თქვენ იცოდით აშკარად გეტყობათ რომ იცით რა უნდა განხილულიყო დღეს მაგრამ უბრალოდ ვკითხოთ რა იცოდით რომ ეს არა ეხლა აქ რომ რამდენიმე ადამიანს ასახელეთ მე მაგ იმ საშუალება გავიცნობ არიან ესენი ან როგორ იყო არა აი ამას ეს არასოდეს მაშინია ყველას შეგეძლო ის მოვიდოდა თუ არა რომელიმე ჩვენთაგანი შეძლებდა თუ არა მოსვლას მოხდა ისე რომ ბატონმა მე რაც თქვა მაგისტრატს უცერჩამები დიდი მადლობა არა მე ჩამოსული ვიყავი როგორც ჩამოვიდი და ძალიან სასიამოვნო რომ დაემთხვა ეს სიტუაცია შემდეგ მე ვიყავი არა ბატონი კულტურაში გამიგაშურდა გერმანიიდან მუსიკაში მომწერა და მე დავკავშირდი რესპუბლიკაზე და ასე მოგოჩნდა ასე განეკანა რომ უბრალოდ ნახე ჩემი კოლეგები კანდიდატურა ეს ამდესიშა 10 წელია უკრაინაზე არის ეხლა მინდა ერთი კარი თვალს აკეთო ის აღგან აი სიმბოლურად იურიდიულად გამართებული ეყვის ისტორია არის აუთმანო ჩვენ გადავდეთ არ ვიცი ხედა მუზეუმი ხედა რა გასაგია ჩვენ არ ვარ მუზეუმია და ვის არ ყოფილა დეპუტატი ან პარლამენტის წევრი მთავრობის წევრი სხვა პარლამენტში ასე ისე ყველა შემთხვევაში ეს კანონირება ხა ექსპულსიის კომისია უნდა დაგენილება და შევარდნაზე გადადგომის ის პარლამენტის ლეგიტიმური არ იყოს იმ პარლამენტის გამოდიდა შევარდნაზე ამის შემდეგ უნდა დავწერო წესში კენჭისყაზე ახალი პარლამენტის შემდგარება ეს არ ყოფილა ამიტომ საერთოდ კანდიდატი პარლამენტი არ იყო ის პარლამენტი
ამისადა სულ ყავდება ჩვენ თუნდაც დაგმახეს ვესროლეს Davşan da arkadaşlar umarım özellikle gazete mobilizasyon anlattım. Şu an argüt kontrol şöyle olmazsa bizim savaşın arabaya argüt kontrol kadar seksiyon müsaadesiyle modelimizi anlatıp şöyle de anlıyor. Realde da ama zaten kama kopsaydı da şu ziyada devamımıza da zaten agar size kaçırıyor. Efendim medavşat İlkakriya prokurorlardan anlaşılmaz. Prokurorlar bilsin. Simbolis არის კარგი. ასე არის უნდა იყოს სამსტრო უნდა ერთი შეკუმატება. ნაძა სამშე თავის ხალხური დროების მინისტრები ნიკედიანა ერთი რაღაცა უნდა პირდაპირ გარბაში. იმდენ რაღაცა გამოიძრა მე არ მგონი. იწყება ის. მე არ ვარ ისეთი კაცი და ძალიან ნაკლი იმას რომ ყველა გენიოსი მეგონა შენ პარგოზანესებში მაშინ და შენ ერთმანეთს პროკურორში გავისამით. მე ახლა გასაკაცი ვარ პროფესიონალით. ნახება ამის მერონა დაუნდობელი გაგებით ეხლა ფიზიკურად დაინტერესდა ეს არ ვარ ეხლა აფიკაციისა და ფოტოგრაფიის საკითხებთან უსამართლობის იმაში შენი ოჯახი წევრი რო იყოს სულ არ იყო კარგი გამორიცხული რაღაც ერთი რაღაცა მანდ შევთვის მიუღებელი ამას რო ფეისბუქში ყველა ყოველთვის დღევანდელი ოპოზიციას ასრულებდა იქაცებდი ამას რომ შევთვის მიუღებელია ადამიანურად პრინციპულად მიუღებელია რომ საქართველოს თავრობაში პარლამენტში იყოს ადამიანი, რომელსაც გააჩნია რუსეთის მოქალაქეობა. ამიტომ და ვისაც პუტჩი ჰქონდა მონაწილეობები. ამას არ აკავშირება სად დაიბადა მარნეულში, ზუგდიდში, შემშობილება სოფელ ახალქალაქში, თუ ორომში ნებისმიერ ეს არის ამიტომ მე უნდა ვიცოდე. ჩვენ შორის არის ისეთი რომელიც ეხლა აღნიშნავს რუსეთის მოქალაქეობა გააჩნია, ან შეიძლება იმას შორის ვის თავის დროის წევრება თუ მოიაზრება, იყოს რუსეთის მოქალაქე საქართველოს მოქალაქეებთან ერთად. ამაზე უნდა პასუხი ოღონდ ცალსახა და ყველამ გავიგონოთ ეს. თუ არის კაცურა, თუ არის. თუ არ არის, ძალიან სასწაულო. თუ არის და არ არის გაჩაღება, მეკაცო, დიდი მადლობა ამისთვის ოღონდ და მესოდინა. და ჩემი პოზიცია ნახევარი ამბობ. ამაზე მინდა ეხლა პასუხი დაგო. შეიძლება ესაგებია მაგრამ გოგი ბატონო რეგლამენტი მე მეუხერხულება გაგაჩენოთ მე უყურებ შეიძლება ისმენ ბატონო უზარი საკუთარ დეპუტატი მუზა შავთვალოს მე მიმაჩნია რომ ეს ძალიან მოულოდნელი იყო დღეს ასე უკვე თავრობის თავმჯდომარის გამოცხადება იმიტომ რომ წინასწარ არანაირი შეთანხმება არ ყოფილა და აგერ ახსენა კაცმა ვიდეოს რომ მე მანამდე თვითონ ბატონ დურამისი დაფიქრდა რომ ცოტა ამბიციები შევავციროთ და დიდ პატივისაცემ მაგრამ მართლაც შენ რუსეთის მოქალაქე რომელიც ასევე იყავი წინამთავრობის ხელისუფლების წარმომადგენელი იქაც და ისა მე მიმაჩნია რომ ჩვენ მეორედ შეიძლება დაგვამქოთ ასეთი სწრაფი, ასეთი გადაწყვეტილებისათვის. მე წინააღმდეგ ვიყო, სასტიკი წინააღმდეგ ვიყო, რომ ესე იგი ხელისუფლება ასე სასწრაფოდ გამოაცხადო. ჩვენ უნდა მივიღოთ რაღაც სხვა ღონისძიება. რატომ მაინც ურამაცაის და ხელისუფლების მინისტრები უამრავი იყო ჩვენთან. სადაა? ბატონო, შეიძლება დამისახელოთ. მე არავის არ დავასახელებ. მაგრამ მე ვიხალისილებ შეკითხვა გასვლის და მე უნდა გიპატიო. და ის მინისტრები დაასახელეთ ერთი ვიდეო. ამო ბატონო ვიხარ ერთი მინისტრიდან მიგვანიშნე. პირველი ასოები ვიხარი სახელი და გვარი. არა ბოლაპარაკებულა არა ასე ის ვარი რა ნიშნობა ამას ხალხის ხანერა ხელისუფლების დახერა ბატონო გოგი და რატო ვიბრალს ბატონო ნუზა ბატონო ნუზა ბატონო ხო დაცვით შეგეძლო ბატონო გოგი დაცვა შეგეძლო ბატონო მე ზერუნ კონტროლობასა რა ზერუნ მე ხო ბატონო გორან კიდე თუ მიიქნება ეხლა პროფესიონალი მინისტრი იყავი რა კიდე იმეს მაშინ მეთქო ბატონო გორან გაიცინოს პირველ რიგში ბატონო გოგი დიახ
რატომ ინფორმაციებით წინასწარ არ ქონდათ თქვენ? როდესაც ჩვენ ღირსებას ვატარებდით, კანონიერი ხელისუფლების აღდგენის კომიტეტის გადაწყვეტილებით ღირსება 19 ივლისს რო ჩატარდა, ეს გავაგრძელებთ ჩვენ მსოფლიოში ჩვენ და იცით რა დაგვემართა, რომ 19 ივლისს ჩვენ იმ შენობაში არ შეგვიშვეს, რომელიც შენობაც ჰქონდა დაკიროებული, გული გადახდილი ჰქონდა და ყველაფერი. ახლა და ჩავატარეთ ღიაცის ქვეშ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის რო არ შეეშალათ, არავინ არ იცოდა დღეს ვინმე თუ იცოდით თქვენგან და დეპუტატისგან, ან ვინმე თუ იცოდა დღეს აქ კარდებოდა თუ არა ეს სესია. არავინ არ იცოდა ეს. ჩვენ რომ გაგვეწყო მიწერ-მოწერები ერთმანეთთან და რაღაცები, მაშინ ამას ყველა გაიგებდა და ყველა მეკითხებოდა იმას, თუ რას ვატარებთ ჩვენ დღეს. ეს ჩატარდა, ეს ძალიან გასაიდუმლოებულ სიტუაციაში ჩატარდა დღევანდელი სესია. ამან განაპირობა ის, რომ წინასწარ თქვენ არ იცოდით ის, რაც უნდა გცოდნოდათ დღის წესრიგის საკითხი. ვინაიდან დღის წესრიგში არის სერიოზული საკითხი. ესე იგი, თქვენ დღეს აღადგენთ კანონიერი ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის მთავარი საკითხი იყო. აქ მეორე ხარისხოვანია პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულება. ძირითადი საკითხი იყო ეს. და ამისთვის ხელი რო არ შეეშალა, არ არის. და ჩვენ რო საგვეტარებინა, ეს მოახერხეთ, რომ ჩვენ ჩავატარეთ და თქვენ ჩაატარეთ. ეს იყო მიზეზი, რომ თქვენ ინფორმაცია არ გქონდათ. დანარჩენი ინფორმაცია მიმართვა, ალბათ თქვენ მოგიტანეს მიმართვა, ყველა დეპუტატს დაურიგდა მიმართვა კანონიერი ხელისუფლების აღდგენის კომიტეტის სახელით, რომელსაც ხელს მევაწერ როგორც თავმჯდომარე და მიმართვაში არის ჩამოყალიბებული ყველაფერი იქ. მაგრამ იქ არ წერია კონკრეტულად ის, რაც თქვენ დღეს გადაწყვეტილება მიიღეს. პირველ რიგში ეს არის კანონიერი ხელისუფლების აღდგენა დღევანდელი მდგომარეობა. ეს ერთი საკითხი. მეორე, რაც შეეხება ბატონ ნუგზარ შათვალაძის დაკლებულ საკითხებს. ჯერეთი ბატონო ნუგზარ, თქვენ იმდენ სიცრუეს ავწერებთ ჩემზე, მე არ ვიცი, საიდან მოგზით ეს აზრები. თქვენ იმასაც ამბობთ, რომ ჩვენ მონაწილეობა მივიდეთ არჩევნებში, 2024 წლის არჩევნებში. და იქ ხმარ ვერ მოვაგროვებთ და ვერ მივიღეთ ხმა. თქვენ ხომ იცით ეს რომ ტყუილია. ჩვენ 10 დღით ადრე გამოაცხადეთ, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ გვეუბნებათ. და ეს ყველაფერი ინფორმაცია გამოხვეწდა და თქვენ მაინც ამას ავწერეთ. თქვენ ავწერეთ იმას, რომ გურამაძე არის სიაში შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ ჩვენ 10 დღით ადრე გამოაცხადეთ, რომ ჩვენ ჩამოვშორდით ამ არჩევნებში, არ გვეუბნებთ მონაწილეობა. გაიგე? ზოგადად ეს შენ ყველაზე კარგად იცი. მეორე, რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეობას, ვინ გითხრა შენ მე რომ დამიჭირეს რუსეთის მოქალაქეობა უკანონოდ მიიღო და გურამაძემ რომ დაიჭირეს 92 წლის 17 მარტს რომ ჩამომიყვანეს შავარდნაძეზე განხორციელდა 98 17 მარტს შავარდნაძეზე თავდასხმის გამო მე რომ დამიჭირეს და ჩამომიყვანეს ის პირველ კუნთად იყო რომ გურამაძემ უკანონოდ მიიღო რუსეთის მოქალაქეობა და ეს მოქალაქეობა ესე გამიუქმეს ხო და ის წერდა რომ ასე და პროკურატურის დადგენილება აგერ საქართველოს და სასამართლოს გადაწყვეტილება რომ გამიუქმეს მე ეს არ გადმოგცემდნენ კაცო იმ მოქალაქე რო ყოფილიყო ჯერეთი მოქალაქეობა რო ყოფილიყო ჩემი დავუშვათ არ გადმოგცემდნენ მაგრამ მე უფრო მეც გეტყვი როდესაც ჩვენ აქედან დავტოვეთ საქართველოს ტერიტორია მე არ ვიცი თქვენ სადიკავი და როგორ გატოვეთ ჩვენ 92 წლის 6 იანვარს როდესაც ჩახსრილეს ჩვენ მაშინ მე აღმოვშით ციხეში 12 წლობით აღმოვშით ციხეში ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჩვენ ბევრი რამ არ იცით ჩემო მოგზაურო ციხიდან გამოსვლის შემდეგ 9 აგვისტოს გამოვედი 92 წელს 15 აგვისტოს უკვე ზვიადისთან ვიყავით გროზნოში
სად იყო ზვიად გამსახურდია რუსეთის ტერიტორიაზე არ იყო? მაშინ ჩვენ რა საბუთები ქონდა, რა პასპორტები გაგაჩნდა თქვენ მაშინ საბჭოთა კავშირის მოხანათი არ იყავით ყველა? ერთი წუთი და მე ვყვები იმას რაც მოსაგონია თქვენ არ იცით არის მე ამას გეუბნები და მე საიმაროა შეურაცხყოფელია ეს ჩემთვის მომისმენთ და მე გეუბნები მე დიხსნით კიდევ დიხსნით ზოგიერთი წავიდა უცხოეთში ძმაო გესმით და ძალიან მშვიდად გზნობს თავს მაგრამ ჩვენ გასვამის ყველა დეპუტატები ვინც არის მაგრამ მე ბრძოლას ვაგრძელებდი იქიდან რუსეთში რომ ვიყავი ეს ჩემი გადაწყვეტილება კი არ იყო ეს ზვიად გამსახურდიანი უთხრა რომ ჩვენ აქედან შეგვიძლია მხოლოდ ბრძოლა შევარდნაძეს და იმედონ გავჩი მე თორემ ეს შემეძლო რუსეთში მიყავ გერმანიაში და ამერიკაში სასტუმროა რაღაცა მაგრამ მე გავჩი იმედონ რომ იქიდან ბრძოლა რუსეთიდან ბრძოლა უფრო შემეძლო შევარდნაძეს წინააღმდეგ და ვიბრძოდი 92-დან 93 წლის ჩათვლით შემდეგ გავაგრძელებთ ჩვენ ბრძოლა. თუ არ გაგიგიათ ეს ბრძოლა, რას ვაკეთებთ ჩვენ? ზოგიერთია შაქრისა და იმის ქვის ბიზნეს რო ეწეოდა, მაშინ ჩვენ ვიბრძოდით შევარდნაძის წინააღმდეგ. გესმით მეგობრებო? შევარდნაძის წინააღმდეგ ვიბრძოდით. და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ის დაგვემარცხებინა, მაგრამ ვერ გავამარცხეთ, იმიტომ რომ ალბათ უხალი იცავდა მაგასაც კიდევ. ვაკლას გინდოდა, მაგრამ ვერ მოვყავით შემოქმედება. ერთი წუთი. ამის შემდეგ გახდება. შევარდნაძეს 92-ში, როდესაც მე გამანთავისუფლდეს ციხიდან 92-ში. ისა 2002-ში 19 აგვისტოს გამანთავისუფლდეს ციხიდან და 20 აგვისტოს უკვე ჩვენ 2-3 დღეში შევქმნით სერიოზული პოლიტიკური პარტია, ეროვნული თანხმობისა და სამართლიანობის აღდგენის. ჩვენ მივდიოდით იმ კუთხით, ახლა მე პასუხობ მესამე თქვენს შეკითხვას, რომელიც უზნეოა შენს მიერ დასმული შეკითხვა, იმით რომ რომელიღაც იმაში მონაწილეობდა ის თავრობიწევრი იყო. თავრობიწევრი ვიყავი კი არა. ჩვენ სპეციალურად მივიდეთ მონაწილეობა, შევარდნაძე უნდა გაგვეშვა იქიდან. შევარდნაძე უნდა გაგვეშვა, შევარდნაძე უნდა ჩამოგვედგა ჩვენ. ეს იყო ჩვენი მიზანი, ვიდრე მივიდეთ მონაწილეობა. მაგრამ სააკაშვილმა როდესაც არ შეასრულა არცერთი ჩვენი დაპირება, შევარდნაძე არ ჩასვა ციხეში, არ გამოუშვა ჩვენი პოლიტბანივრები. ზვიად გამსახურდიას უგდავსაყოფ პოლიციებად და გეგმილად არცერთი არ შეასრულა. ერთი წუთი. დეპუტატს დაუღირით რა არის რას მე ლაბარაკო მომისმენე დეპუტატ საბჭოთიანი რეგლამენტი ჩვენთვის იყო ჩვენთვის არა მე ლაბარაკო უზრეობს იმიტომ მაჩვენებთ ბოლომდე ძმამას ასეთი ძმამას უსამართლობას რომ ხდება მაშინ შეიძლება პატვა ხმას აუწიოს აბა პატეფონი ხო არ ვარ უზრნე დაკავილი ერდა იგივე ტონით ვილაპარაკო კაცი ზოგიერთ ნერვიულობს ხმამაღლა ზოგიერთ პირის ზოგიერთ იცინის და ასე შემდეგ ეს დასწრების რომ ეს სიმართლე იყო მაგრამ არ შეასრულა სააკაშვილმა ის პირობები რითაც ჩვენ რაზედაც ჩვენ შევთანხმდით ჩამოგითვალეთ ეს რაზე შევთანხმდით არც ერთი არ შეასრულა და მე ერთი ის უსტედა ვერ შეასრულე ხო რა ისი გამნა წამოსულიყავი ის მე დამამთავრებინე ერთი წუთი დამამთავრებინე
და როდესაც მან არ შეასრულა წელიწად მე ვიმუშავე წელიწადი და 4 თვე და მე წამოვედი ზმაური იქიდან იმიტომ რომ არ შეასრულა არც ერთი ჩვენის ის არ შეასრულა შეთანხმება და წამოვედი იქიდან მე არავის არ გაუთავისუფლებია ჩემი შრომის წიგნები ახლად დებს მოიწოდეს რაიგე ეს არის თავარი და რაც თავარია შემოლაპარაკო მიკრო იყო და იმიტომ მე ახსენე რატომ ვიყავი და რატომ გავხდი სახელმწიფო მინისტრი ხო მაგრამ საერთოდ რომელი მასშტაბია რომ გურამაცამდე იქ იყო თუ გინდა ყველა ვინც აღმასრულებელ ხელისუფლებაში იყო სხვა სამშენი თქმა რომ მე საყაშვილთან მინისტრი ვიყავი ამხსენე სააკაშვილის ხელისუფლებას ხო თქვით რომ ყველა იყო დე-ფაქტო თავრობის მეთაურის დანიშნა ხდება თუ არ ხდება. აქ ეხლა თავრობის რეგისტრი ყოფილიყო არჩევნები ამდენი კამათი არ გაიმართება. ესე იგი მინისტრთა საბჭოს ასეთ ურთულეს მდგომარეობაში ნუ და ბატონო დაბზარდი პრო კარიერა მიკროფონი ჩავდა ქვეყანა ასეთ ურთულეს მდგომარეობაშია ოცუნში მინისტრთა საბჭოს თავრობის ირმა აღდგენა მიმდინარეობს კანონიერი ხელისუფლების და დეპუტატები არიან შეკრებილი შედგა და აღდგა კანონიერება ეხლა ირჩევენ მინისტრებს მე ვთქვი რომ დავიდან დავიკითხავ ამას როგორ ფუნქციონირება აქვს არავინა საკადროებითი თავმჯდომარე მიმართავს უზენაესი საბჭოს წევრებს რომ კანონიერი ხელისუფლების სრულყოფილი მუშაობის აღდგენისა და ფუნქციონირების მიზნით ესე იგი საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილეს ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრ ბატონ გურამ აბზაძეს გაევალო საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობით დროებითი შესრულება დროებით უნდა შეათანხმოს. ხო, რა თქმა უნდა. მაგის უფლება გეძლევა თუ არა? კინო ვისამუშაო. არა მოგიანე 10 დღის სამუშაო ისე მე ძალიან ცოტა. ეგ მიუჩე შემოსაგრავს. ასეთი თულის ამას ცოტა მინისტრი ჭირდება ახლა. მეგობრებო. აბა ეს ისე ვიქცევი თვითონ ყოველდღე ხდებოდა ერთმანეთს. 35 წელი დამჭირდა იმას, რომ დღეს ჩატარებულმა წესია. 35 წელი. რადგან იმის გაკეთებული ხდება ხმამინამ შეფერ ძეთკინა მაშოვარი დასაფრებულია. მაშოვარი საფრას რეგისტრაცია. ჯიგარი. კარგი დღეახლა გეყობა. სწორია. შემოგვი ფასო მეგობრებო, რეგომ სწორი შენიშნა გააკეთა. ჩვენ ერთმანეთს შევხვდით. ბატონო მარტო. კი ბატონო. ისმის. მე რამდენადაც ვიცი ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმებით. ყველა საერთოდ. ხო. ყველა საერთოდ. ასუშვა. ავროპასთან. ყველა ნიშნავს ავროპას და ოპოზიციურ პარტიებს. კი ბატონო. კი ბატონო. და ამერად მე ვიცი რომ არსებობს ასეთი აზრი რომ შეიძლება დროებითი რაღაც კომიტეტი რომელიც ხელმძღვანელებს ბრევადებს სიტუაციას იმისთვის რომ შეიცვალოს უკეთესობისკენ და არჩევნებამდე მივიდეს. ამიტომ იქნება გაზიანება იქნება რაღაც სახელები
მე პოზიტივი ვარ კიდევ მადლობა რომ ის საშუალება მომეცა რომ ამ ჩემს კოლეგებს წლების განმავლობაში შეხვედრა დაახერხ. მე დაახლოებით იცოდი სიტუაცია სამწუხაროდ ამ შეხვედრას გარეთ საერთოდ საკითხებში ისინი ისეს მე ვხედავ არ არის რა ის დრო რომ გავარჩი კითხო და რა ნახოს და ახლა პირადად ზუსტად იმას გეუბნები დაუნდობელი ვარ რომ ამის გულს აღევაში რომ უსამართლობი ასე რა შეიძლება შეხალოს მაგრამ ზუსტად ის ვარ სულ ცოტა უძახმიერი აქ ვინ ზევა დეპუტატები ამის 90%-ს არაფერი გაუკეთებია ბოლოსამეცები მე ყველაფერს ვკითხული ხედავ რანიშნულობა ვინ არის და ვინ იყო წინა ხელისუფლება დღეს რო არის გუმბარიზე რო არის პასეთი არის რუსეთი არის რუსეთი იყავენ ნაკიაში ზუგდიდში გადავარდა რა ხდება აჩქილია ყველაფერი საქართველოს გუმბარიძეს დრო და შევარდნაძის იმ დროიდან დრო ხარ კი არ ვახებ მაგას ოფიციალურად საბჭოებში ზრასე არ იყო საქართველოს ისეთი საბჭოური და რუსული როგორც დასწრე ამიტომ ახლა მე არ მაქვს რეგიონის ყურების დრო და სამწუხაროდ არ მაქვს დიდი მადლობა მე არ მჯერა ეს აგერ თქვენ ჩატო დეპუტატების აბსოლუტური უმრავლესობა საერთოდ არაფერი არ გამოთქვია აზრი დღეს არსებული სიტუაციასთან მიმართებაში და მარტო არჩევნების დროს რაღაცა და ეხლა ვინ ისაძეს მასე ვისი არჩევანია მე ეხლა არ მინდა არასოდეს არავის არ უხდავს ევიდენტ ზიადის მიგრა ზიადიშვილები არიან რუსები კაცო ძალიან ბაზონოგოვი რა ამაზე მეტად არავინ არ და შეფარა მუიში რა გოგი გავიგე მე ვიში მე გახლავარ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სრულუფლებიანი საგანგებო და პოლიტიკური წუნებული საქართველოში. არა, ერთი წამი. ძალიან მხოლოდ ბატონი ზვიადის ოჯახს და მის წევრებს აქ მუშევეხები. ეს არ არის ჩვენი ის არასუსტობანია გასო პოლიტიკური ეს არის ქვის წესრიგიდან გასვლა და ეს არის თქვენი პირადული აზრები ბატონო გოგი და ძალიან ხო სესიაზე რომელიც არის პირდაპირ ეჭვებში ამ საკითხზე სამუშევიკავს არა შეიძლება მეც არ მეთანხმებოდე შეიძლება მეც არ მეთანხმებოდე მაგრამ ეს აგივიცე ზვიად გამსახურდია და მის ოჯახს მე არის ზვიად არ დანიშნულე მაშინ შეგვარებაში საკენ რეგლამენტი არის შეგაუზები არ მალაპარაკი და რამდენი ხანი მელაპარაკი და რამდენი მელაპარაკი როდის გააყენეს როდის რაიცარი ინახება მეგობი უნდა იცოდე რა ენაცა გავდები რამდენი ხანი უნდა ელაპარაკი ინახება ათი დეპუტატი რომელიც რუსული რეჟიმი არის თუ არა ეკითხა აშუაში ახლა არის რეჟიმი ახლა არ გახსოვდა თქვენთან მოდის რუსული რეჟიმი არ არის ჩემს დეპუტატებთან გოდიში აინტერესებს მეთანხმები თუ ამის უფლება არ არის არაა ჩამეშალოს წესია არ არის არაა მაგის უფლება არ არის არაა უფლება მაგის რომ ამდენი ხანი ინაპარაკოს არა ბაცო როგორ შეგა გამოგივიდა ბიჭო რა შენ რუიზანი ჩვენ არ სად ვიყავით ისეთში არა აი მაგის ამიტომ მოხდი რომ გაახულო რა გაახულო ასე
ეხლა რამე კიდე გამოვამდუგინდა რა. ავაგზელო. ერთისადმი ვაგენებს აკეთებს. ვინაი თანახმა? საკითხოა. კიდევ ერთხელ წავიკითხოთ და მერე დავარქვა. იბადონო მე სიამოვნებით ალჯერ დავიკითხა უგონ გზის ვებიდან. მე პროცესს რომ ესე იგი უშეშე საუბარს არ ვაპირებ. ისეთი არის წერი, რა თუნდა საუბარი. კიდევ ერთხელ ბატონებო, იგი პატივის შემა ჩვენ შევინახოთ პატივის შემა არ გავხდა ერთმანეთის მიერ. ამას არავინ დავამბირებინა ბაგდადაში. რა გრევნებ დარბაზა გამო ვადრა რაშინი თორე ახლა ვინა ისედა მოიგეთ მოიმუქრებებად ჯერი მოიგეთ რატო იმუქრებით ისე რა დამუქრება მე შენ გაჩვი არევა გინდა კაცო პატისკა აურიო და მოჩო როდი დამრმარე ვიმარდა შეშმეიო აქ მომაკვირე გაყვა მე დავარქვა არ ხუსაკი. არა ჯენერი გაყალო როგორ არ ყვა? უზე დროებით დამრმარე ვიმარდა ძენაა ამჟამად ვიცით როგორც იქცევიან და რა აგინა რა მიხარი აბა დრები გინდა ვერ გავიქ აბა ასპირიან და რასინინია აი ვიდეო რეგლამენტი არასმის შეხლა სუციანი ხარი გაჩერდი ხო აბა რა მინდა ნებათა ხელვა უბრალოდ რომითი დამრმარე მიმართა უზენაეს საფრთხეს რომ ანიურის შემოგვიდგა მუშაობის ადმინისტრა შემოგვიდგა ფუნქციონერების მიზნით მინისტრთა კაბინეტის მოემელებისთვის საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილეს ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრ ბატონ გურამ აბსაძეს დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებითი შესრულება და არაუპირანეს ათი სამუშაო დღისა ქვეყანაში შექმნილი თანამედროვე რეალობის გათვალისწინებით უზენაეს საქმის წევრებთან კონსულტაციებისა და შეთანხმების გზით მათ შორის დისტანციურად ჩამოაყალიბოს შეჯერებული დროებითი მინისტრთა კაბინეტის ხილებში თავობის შემადგენლობა მინისტრთა კაბინეტის თავობის პროგრამასთან ერთად ბატონო შეკითხვა დავგვებარი არა მე შეიძლება დავაგებინოს ვინაის ადა რომ მივიღოთ და ძალიან დააფიქსირეთ ყველაფერი და კიდევ ჩემი ორი კაბო ფიქსირე გითხარი და არა აფიქსირე ვინაის ინაუგები არა ვინაის 2 3 მე ხარ კომისიის არა ერთი კაცო წემოთეამბები ვინ არის რავი ვინ შეიკავა თავი შევარებული დათვალეთ ძალებს ორი შედეგები მაინტერესებს კომისიისგან ანუ რემზა გოგოადია წინააღმდეგი. გასაგებია. დავაფიქსიროთ ვინმე. დააფიქსირეთ, რომ მერე პრეტენზია კი ბატონო, და დამხლები კომისია მუშაობს. განომიდგინეთ. მედია და სოციალიზმი და თანახმა. მედია თანახმა დაურეკე მედიას, თორემ მერე. ასე ვიცი მივწერე. ეხლა ძალიან ჩვენზე ვინც არის გაპირობებული? მეგობრები. დაურეკე, ხო, მერე პრობლემა. შეანჩენოთ შედეგები და მომეცი. თავი ვის შეიკავა მანდ მე შენ კიდე ვის
შეეცი გორჯერ შეიკავა თავი. არა, რეზუსა, ეს არის მეცია. აგერ ჯანი. ედი შეკა შეიკავა. არა, რაღაცა. Agera salvoebაზე ვიდეო ჩეკინა იქ agera დოლარ ბაათი ახალი agera ბატონო ვახტა ახალი ხალხი აგერ ხალხი შეიკავა
გამოვაცხადა იმან, მე რა უნდა გამოვაცხადა. გაიმეორო თუნდა. არ მოუტანია ჩემთან, მაგრამ. არა, სამი არის წინააღმდეგი. ბიჭო, სამია წინააღმდეგი და ხუთმა თავი შეიკავა, всё. არ შეიძლება ვინმე ახალგაზრდები და ესა დაწერა ზეკას მათემატიკა 4 ვერ დათვალა. ვერდით დაუჯდებოდი. მე რა ვიცი, მე რა ვიცი. უმრავლესობა ხო გადაწყდა. კი. და მომხრეავლენია ეგეც რომ დაანებით ამ კიდე არ ჩასათარებელი. კი რა შაბარებულია თქვენი ტექსტი. მე სწავლდება მოსულება. როგორც ორგანიზატორმა მე ჩავაბარებ. ესე იგი, ახლა შემოვახარ რა. ამავე სამეურნეო შედეგები იქნება მომწე. რამდენია მომხრე ამ კენჭის? არა 32 ესრება, იმიტომ რომ გოგუაძე თქვენიც ახსენებთ და კიდევ 22 უნდა გამოაკლოთ ორგანიზაცია. სამი. ხუთმა თავი შეიკავა და სამმა უარი. 4-მა შეიკავა და 3-ია წინა. თვითონ წერს ხო ერთი. გერდანები. მოусმინოს. ერთი წამით აიმეორეთ არაფერი არ ისმის ბატონო. შემიძლია არ არის ბატონო მე. 25 მომხრე, 4 წინააღმდეგი და 3 თავშეკავებული. არა. აღარ უნდა. ბატონო, ეხლა გამიგილა
გაგარისინებული მაქვს რამდენიმე არგუმენტი, რომელიც შეიძლება გადაიქცეს მუშაობა და მოდი მე გავხსენებ და მე ახლა ორგანიზაცია პირველი არის საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საფუძვლის საინტერესო ჯგუფი ან რაღაცა პასახელის აი ეს არის ჯგუფი ცალკეა უზენაეს ეხლა არის საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საფუძვლის საინტერესო ჯგუფის განცხადება ყველასთვის ცნობილია რომ 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად იერანის ზავი დამხობილი იქნა კანონიერი არქივის ორგანოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საგერგეთობა როგორ ყოსნათლი საერთაშორისო სამართლის პრინციპების სრული დაცვა არქიული საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს ცივილიზებული სამყაროსათვის ეს სრულიად მიუღებელი აქტი, რომელიც დამახასიათებელია ბარბაროს მეთაურისათვის განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში და ამ სამართლიანო ქმედების მშვიდად ყურება შეუერთდა ჩვენს საჭიროებას, რომელიც თავდადებით იფრის ცივილიზებულ ქვეყნებთან ერთად გაწევიანდეს ევროპაში. ასევე შეგვიძლია რომ საერთაშორისო სამართალი ძალიან ფახიზად ეპყრობა არქეოლოგიის კანონიერებისა და კანონიერად არქეოლოგიური ხელისუფლების დაცვის საკითხს. საერთაშორისო სამართლის ყველა ფუნდამენტური დოკუმენტი, როგორც არის ადამიანის უფლებათა საფუძველო დეკლარაცია, სამოქალაქო პოლიტიკური უფლებათა ფაქტი, ევროპის კოპენჰაგენის უსაფრთხოების დოკუმენტი, მოსკოვის 99 წლის დოკუმენტი ადამიანურ განმეორებათა შესახებ ყველას რასაკა განმარტავს, რომ ხალხის ნება, რომელიც გამოხატულია ნამდვილ პერიოდულ და თავისუფლად აქტივებში არის ყოველი სახელმწიფოს ხელისუფლების 1992 წლის ოქტომბრის არჩევნები დანიშნული იქნა საქართველოს სახელმწიფო საბჭოს მიერ. სახელმწიფო საბჭო შეიქმნა 92 წლის მარტში დანაშაულებრივი ორგანოს სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებით. მის ბაზაზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს არჩევნები არ იყო ნამდვილი. ანუ არც კანონიერი ყოფილა. დასწრებული 1992 წლიდან საქართველოს ერთ-ერთი პარლამენტი ვერ იქნება კანონიერი. რამდენადაც იქ ხელთან დარღვეული იყო ნამდვილობის კომპონენტი. ამგვარად ლევანდელი საქართველოს პარლამენტი არის თერგიზა ნიკოლაი და ჯაბა იოსემინის სამართალ მემკვიდრე და არავითარ შემთხვევაში 1990 წლის 28 ოქტომბრის უზენაეს საბჭოს სამართალ მემკვიდრე. საერთაშორისო სამართლის პრინციპებით უკანონო ქართულად აღსანიშნავია, რომ ქართულად თარგმნილ აღნიშნულ დოკუმენტებში ხშირად პუნქტი ნამდვილი განმარტებულია. გასაგები მიზეზების გამო ამას გაკეთებთ. საერთაშორისო სამართალი განსაკუთრებით კატეგორიულია იმ პირებისა და ჯგუფების მიმართ, რომლებიც უარს ამბობენ დაგმულ ტერორიზმი და ზარალობა, რომელსაც მოსდევს კანონიერი გზით არქეოლოგიური ხელისუფლების დამხობა და ითხოვს სანქციებს ასეთი პირების მიმართ. შარებების სანქციებს ითხოვს ისეთი პირობის მიმართაც, რომლებიც უარს ამბობენ დაგმულ ტერორიზმს და ზარალობა, რომელიც ხელისუფლების დამხობას ითხოვს. არა დამხობელებზე. დამხობელებზე მუშაობს სისხლის სამართლის კოდექსი ყველას. საერთაშორისო უფრო ვარესია. ამას ეს გადმოიტანეს მე ვკადრებენ ამის სამართლის კოდექსი და ამას მოდეს ინტელექტუალური გადაგება. ახლა ვიდა შეიძლება ცნობილი სამხედრო გადაჭერებებს და გავიხსენოთ საბოლოოდ როგორი დამოკიდებულება გამოყენება ამ მოვლენების მიმართ ამ ქვეყნებში. ესპანეთში 2019 წელს დასრულდა კანონიერი ხელისუფლების გათხოვა. გენერალ ფრანკო რობერტს ხელმძღვანელობდა გუნდს კარგად ხედავდა თავის დანაშაულს და მის დასაბარავად შექმნა მემორიალური კომპლექსი ნაციონალთა ველი, სადაც დამხარეს სამოქალაქოებში დაყოლილი 53,000 რესპუბლიკელი, ასევე ფრანკოს მომხრე ფარანიერი. 1972 წელს გარდაიცვალა ფრანკო და ისიც ამ მემორიალში დაკრძალეს. 2019 წელს იგი გადაასვენეს ამ მემორიალიდან და ჩვეულებრივ სასაფლაოზე თავისი მეუღლის გვერდით დაკრძალეს. დასემურთა ველს ეკოდა ფრანკოს წევრთა მემორიალი. ხოლო იმავე წელს ესპანეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის ძალით
ფრანკოს კრედიტის გამარჯვება ესპანეთის განაშაულებით ხდება. 1973 წელს შილეს გადაყიარება გენერალ პინოჩეტის რესპუბლიკის ხელისუფლების დამხობის შედეგად შეიქმნა შემდეგ საშინელი რეპრესიების განხორციელება. მიუხედავად ამისა, ჩილესმა ხმა 1988 წელს აღარ აიჩია პრეზიდენტად პინოჩეტი. ამ შემთხვევაში პინოჩეტმა ცნო პარტიის ნება, მაგრამ თავდაცვის მინისტრის პოსტი მაინც ეინარჩუნა. პინოჩეტმა დადო პრეზიდენტის პოსტი, თუმცა მიიღო მუდმივი სენატორის წოდება, რაც მისი ხელშეუხებლობის გარანტია იყო. 1998 წელს ლონდონში საკუთარი ჩასული პინოჩეტი ესპანეთის მთავრობის მოთხოვნით დააპატიმრეს რეპრესიებსა და მასიური მკვლელობების გავლენით. მოგვიანებით ჩილეში გავიდნენ, სადაც მის წინააღმდეგ კრავა მიძრა სიცოცხლის სამართლისათვის იმავე ბრალები. თუმცა საზოგადო განათლების კვლევების და მისი დაბადებებას აკეთებს არჩევ. პინოჩეტი 2006 წლის ადეკვატს გადაიყვანა. პინოჩეტის პანაშვილი იყო პრეზიდენტის არამედ ყოფილი თავდაცვის მინისტრის პანაშვილი, რომელიც არადედაქალაქ პროვინციაში დაიბადა. მოახდინეს მამის კრემაცია, მაგრამ ვერ დაკრძალეს იმის რომ თერც სამუხლიანა გადაყენა. ამის გამო მისი შორის აღშინათა პინოჩეტის პრეზიდენტს. მიუხედავად იყო მაგრამ სადღაც კანონიერი ხელისუფლების დამხობა აბსოლუტურად მიუღებელია ცივილიზებული სამყაროსთვის. ხელნაწერი ეს იმაზე მივიწერთ, რომ თუ ჩვენ მინდა ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს ნამდვილი დაცილი, უნდა დროზე უარესovat იმ სამართლინო უკანონოებაზე, რომელსაც ଆମେ 25 წელი მოვაყრეთ და თითქოს არც გამოხდეს. გადაჭი კეთმები ფიზიკური პრობლემების განხილვა უმცირებლობას ამზე შეიძლება მოხდეს. დაასრულებული ვარ შეერთებული მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანია სახელმწიფოებრიობა, გრძნობს ამ დიდ დამამტკიცებელ დანაშაულის სიმძიმეს. კანონიერი ხელისუფლების რესტავრაცია ადამიანთა შეუცვლელი ფაქტორი იქნება ტერიტორიული მთლიანობის აზრების საფრთხეს. გამომდინარე ზემოთქვიდან მოუწოდეთ ქართულ საზოგადოებას ხარ დაუჭიროთ ჩვენს ინიციატივას, რომელიც კანონიერი ხელისუფლების რესტავრაცია. ამასთან დაკავშირებით მას მალე დრო. უზენაეს საბჭოს რესტავრაცია უნდა მოხდეს გარდამავალი პერიოდის გადასაწყვეტად. რომ უზენაეს საბჭოს მისი ფუნქცია უნდა განისაზღვროს მხოლოდ საარჩევნო კანონის მიღებით, უშუალო საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული კანონების მიღებით, საარჩევნო კომისიის შექმნით, უზენაეს საბჭოს არჩევნების გადაღებით და არჩევნების შემდეგ შედეგის დამტკიცებით. არჩევნების შედეგების ცნობის შემდეგ ძველი უზენაეს საბჭოს წყვეტს თავისი უფლებამოსილებას და მის აზრს აიჭრავს ახალი უზენაეს საბჭო. აქეთ ვაცხადებ, რომ უზენაეს საბჭოს და საინტერესო ჯგუფის არცერთი წევრი აღნიშნულ არჩევნებში თეთრ აგენტს. ჩვენ დასაქმებებით მიმართავ საქართველოს იმპორტირებულ პარტიებს, რომელმაც 2024 წელს არჩევნებში გადააწყვეტეს 5%-იანი ბარიერი. ვინაიდან მათი დამოუკიდებლობა რესტავრაციის პროცესის მიმართ გადამწყვეტია. ეს პარტიებია პირველი ქართული ოცნება, მეორე კოალიცია ცვლილებისათვის, მესამე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მეოთხე ძლიერი საქართველო, მეხუთე ახალი საქართველოსათვის. აღნიშნულ პარტიებს ხომ დავეყანო გამოხატოთ თავიანთი პოლიტიკური მოსაზრება რესტავრაციის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც დადასტურებული იქნება საერთაშორისო სამართლის ნორმებით. თუ მოახერხებთ კანონიერი ხელისუფლების რესტავრაციას, ამით მთელი მსოფლიოში დიდ სამსახურს გაუწევთ ცივილიზაციას, ვინაიდან რესტავრაცია უაზრობს რახვის საზოგადო დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების დახმარების ყოველგვარ ცდელობას. ამით გვეჭვერათ ხარის საკუთრების შექმნა დემოკრატიას, რომელიც ასეთივე არის დამოკიდებული არჩევნებზე. ეს არის ამას მოყვება შემდეგ მასალები საერთაშორისო სამართლის მეშვეობა და აქ რამდენიმე შედარება მინდა მოვიყვანო. აი მაგალითად პოლიტიკურ დებატად აღნიშნავთ გამყარებული რუსულად ასეთია. Голосовать в избранных на подлинных переписывали. Подлинных, как мы говорили, и гуляли, нам были периодами, как сами подлинные.
არჩევნები ჩვენ ჯგუფზე არ მოხდება. ეს ვიდეო შეერთებული სამართლებრივ ამით არის დაცული არჩევნები ჩაატარონ ნებისმიერმა ჯგუფებმა. იარაღი განაყენოს. უნდა იყოს ნამდვილი ადამიანის მიერ სამი კანონი უკრება და უნდა იყოს პერიოდი, რომ ერთად არ აიჭიროს და ერთად შეწყვეტოს. არჩევნების პროცესი უნდა იყოს აღიშვარი. ეს არის რუსული ტექსტი. ასეთია ინგლისური ტექსტი. To vote and to be elected at genuine periodic elections. Genuine პოლიტიკურობა განსხვავებული კატეგორიები არის მუსლიმი და მეორე არის ნამდვილი. რუსული უფრო მაგარია. ესე იგი ორდერინგი. ეს ნამდვილად ფინალებში Acaba globalizat sko, şey ama kadri, demokrasi atas ortamda demokrasi. Ekruta defterine bir kadri mi yapıyor? Samara defterine bir kadri. Şurada asıllarının eseni şurada kadri. Ve miyse sana ahıyor biraz samoysa o. Eşar tabanıyor. Eşar tabanıyor. Ara sıkıntı var. Mrs. Arthur support the water, support the annual activity, Robert Salmon, support the Tanasori, Capital. Sitwa, Namri, Adoria, either way I should let go. What I can start with the said as very Capital, that's it for the Anonymity, the secret and Mrs. Taco, Robo, like this. That's really. Kapuci este arasevos. Taxen publica venas kapuci. Azlo premis venas ginda kapuci ginda no produci. Well then kapuci arasevos. As net nu zalien saiter so mujeres. Da zalien saiter so moscovos documentos. Da kapuci le arasevos. Ეხა მე ვიტყვი სხვა ბავშვს ვერ ვინამე ეს დოკუმენტია ის დოკუმენტი რომელსაც მათი სპეციფიკური გაიყარეს მუსლიმებს საბჭოთა კავშირი 1991 წლის 6 სექტემბერს წნეს ათის ბერნიკის დამოუკიდებლობა. 4 დღის მერე 10 სექტემბერს მოსკოვში გაიმართა ევროპის კონფერენცია ადამიანურ განმავლობიდან შესახებ. და ამ კონფერენციაზე მონაწილე სახელმწიფოებმა იქნა მოკლედ ტელეფონი ჯდება 2%-ზეა ჩამოსული და უცებ რეზიუმე გავუკეთოთ დღეს რაც მოხდა. შეიკრიბა პარლამენტი, ლეგიტიმური ხელისუფლება. შედგა ფორუმიც. პირველ კენჭისყრაზე დააყენეს საკითხი გარდამავალი კონსტიტუციის აღდგენის და ერთხმად მიიღეს, რაც ყველაზე მთავარი იყო. შემდეგ აირჩიეს დროებითი მთავრობა, პრემიერ-მინისტრი დროებითი დაევალა გურამ აბსანძეს შეიმუშაოს უნდა კომიტეტის წევრებთან ერთად უახლოეს 10 დღეში სამოქმედო გეგმა, მინისტრთა კაბინეტი და ასე შემდეგ და შეუდგნენ მუშაობას. მოკლედ დღეს ან ლაივის ჩართვა გვექნება სავარაუდოდ საღამოსკენ ჩავრთავთ. აქ მოვისმენ კიდე რა მოხდება გაგრძელებებს და მოგახსენებთ დეტალურად ეხლა დროებით და გემშვიდობებით, იმიტომ რომ უკვე ტელეფონი ავტომატურად გაითიშება.